კომუნიკაცია არ არის მხოლოდ ინფორმაციის მიტანა მეორე ადამიანთან ან ადამიანთა ჯგუფთან, რომ ეს არის გარკვეული ზემოქმედების შესაძლებლობა. შესაბამისად, კომუნიკაციის პროცესში ჩავთვლით, რომ გარკვეულები ვართ, როცა ვიცით, რომ ჩვენ მიერ მიტანილ ინფორმაციას რა ტიპის ზემოქმედებები აქვს იმ ადამიანებზე, ვისთანაც ამ ინფორმაცია მიაღწია. ამიტომ ეს ფსიქოლოგიური ბუნება, როგორ მოქმედებს, ასე ვთქვათ, გარკვეული კომუნიკაცია ადამიანებზე, მნიშვნელოვანია, რომ თუ ჩვენ რამეს მართავთ, რაღაც პროცესის მართვა გვინდა, ან ორგანიზაციას მართავთ, გვესმოდეს რა ხდება იქით ხარეს. და მეორე საინტერესო ასპექტი, როცა კომუნიკაციაზე ვსაუბრობთ ხოლმე, ზოგადად წარმოუდგენთ, რომ ეს არის რაღაცა ტექსტური მიწოდება, ან ზეპირი, ან წერილობითი, არდა ფლადასი არ არის. ინფორმაცია ადამიანთან მიდის, არა მარტო ტექსტურად, თქვა წერილობით ან ზეპირი მეტყველებით, არამედ ქცევითაც, ანუ იქით ხარეს ინფორმაცია, შეიძლება მიწოდებული იყოს გარკვეული ტიპის ქცევით. აი ეს თლიანობაში ამის წარმოქმნა როგორ ხდება და რა ფსიქოლოგიურ თავისებურებებს აქვს, აი ამაზე გვექნება საუბარი ჩვენი შეხვედრის დროს.